ბავშვობაში მიღებული ტრამვის გამო განვითარდა კოქსართროზი ძალიან რთული ფორმით. 40 წლის ასაკში, როცა გადავიღე რენტგენი, აღმოჩნდა, რომ უკვე ძალიან რთულ ფორმაში იყო. 2016 წლებში გავიკეთე ოპერაცია, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ამიტომ იძულებული გავხდი მომენახა ნორმალური ექიმი. და ესეთი აღმოჩნდა ბატონი გიორგი კვარაცხელია, რომელთანაც თოდუას კლინიკაში 3 წლის უკან გავიკეთე ენდოპროთეზირება მარცხენა მხარეს. პაციენტმა რამოდენიმე წლის წინ მოგმართა ჩივილებით ტკივილზე მენჯბარძაყის სახსრის არეში. მისი ისტორია დაიწყო რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ორივე მენჯბარძაყის სახსრის ართროზის გამო გაკეთდა ენდოპროთეზირება, ანუ სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური სახსრით. პაციენტს განუვითარდა ოპერაციის შემდგომ ტკივილები და ოპერაციები მიდამოს, რაც გახდა მიმართვის მიზეზი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პაციენტი მკურნალობდა სიმპტომურად ებრძოდნენ ტკივილს, რაცა დადიოდა ერთი ექიმიდან მეორე ექიმთან, მეორე ექიმიდან მესამე ექიმთან, რის შემდეგაც მოხვდა ჩვენ კლინიკაში. 2019 წლიდან თოდუას კლინიკაში დაინერგა ახალი ჰიბრიდული კვლევების მიმართულება, ფოტონემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია. ბატონ ბესიკთან ჩატარებული იქნა აღნიშნული კვლევა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გამოგვევლინა პროტეზის მურღების არსებობა ბოსოს და ბარძაყის საპროექციო მიდამოში. შესაბამისად, შემდგომ უკვე გადამისამართეთ ჩვენ ტრავმატოლოგთან და სწორი მიმართულებით დაინიშნა, რა თქმა უნდა, შემდგომი მკურნალობა და შემდგომი ოპერაციული ჩარევა. ოპერაცია ტექნიკური სირთულეებით, მაგრამ დადებითი შედეგით დაგეგმილი სტატუსით დასრულდა. მივიღეთ საკმაოდ მაღალი შედეგი, რაც პაციენტის ნაადრევ გააქტიურებას, მის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და რაც მთავარია ტკივილის გარეშე ცხოვრებას ნიშნავს. დღესდღეობით ვარ ნორმალურად, არ ვკოჭლობ, დავდივარ ნორმალურად ჯოხის გარეშე და დიდი მაყოფილი ვარ და მადლობელი ბატონი გიორგის, რომელიც ამოჩნდა შესანიშნავი პიროვნება ამ დროს და შესანიშნავი სპეციალისტი. ეხლა ტკივილები საერთოდ არ მაწუხებს და დაუბრუნდი ცხოვრების ნორმალურ კალაპოტს. ამჟამად ბატონი ბესიკი კარგად გრძნობს თავს და ცხოვრების ხარისხიც საკმაოდ მაღალი აქვს. ვისაც აწუხებს კოქსართროზი და სახსრების დაავადება, მარტო ფეხზე არაა ლაპარაკი. გიორგი კვარაცხელი არის შესანიშნავი ადამიანი და პიროვნება და სპეციალისტი, რომელიც მოუგვარებს ამ პრობლემებს.